გამარჯობა მეგობრებო, გიბრუნდებით კომპოდის მეორე ეპიზოდით. დღეს ჩვენი სტუმარი არის საბა სამადაშვილი, რომელიც კულიუენის უნივერსიტეტში აგრძელებს სწავლას ბელგიაში, რომელიც არის ტოპ 40 უნივერსიტეტი მსოფლიოში, აეროსპეის ინჟინერიის ფაკულტეტზე. დღეს საბა გველაპარაკება მის განვლილ გზაზე. საბა, გაგვეცანიება, ვინ ხარ? მე ვარ საბა სამადაშვილი, წელს ვარ კომაროვის მე-12 კლასში, უკვე იდეაში დავამთავრე კომაროვი, აღარ დაჭარბე გამოსავალი გასაკეთებელი. მიმიღეს კიუ-ლიუბენის უნივერსიტეტში და გეგმავ რომ მან გავაგზავნო 4 წლიანი ან 3 წლიანი სწავლა, რომელიც დაჭირდებოდა, ხო. კაი, დავიწყოთ მაშინ კითხვებს. მაშინ დავიწყოთ მე კითხვების დასმას. საბა, პირველ რიგში გვაინტერესებს როგორ შეარჩიეს უნივერსიტეტი და ფაკულტეტი თავად. ფაკულტეტი თავად ისე შევარჩიე, რომ ბავშვობიდან რომ მიყვარდა, ესეც პლატო ფორმულა 1 არის და ეგ არის ძალიან ასოცირებული აეროდინამიკასთან და ეგეთ თემებთან მიახლოებით. და მე როგორ ავარჩიეს თვითონ უნივერსიტეტები, რომ შევხედე ჩემს მიერ მიღებულ ქულებს, რაც მქონდა და სად მქონდა შანსი რომ მოხვედრილიყავი. და ასევე შევხედე ისეთ უნივერსიტეტებს, რომელსაც ჰქონდათ კარგი ინჟინერიის დარგები და ერთ-ერთი ეს უნივერსიტეტი იყო და გავაგზავნე თქო და საბოლოოდ რომ მოხვდი, საკმაოდ გახარებული ვიყავი და გადავწყვიტე აქ წასვლა საბოლოოდ. ქულები ახსენე შენ და რაღაც ზოგადად რო გითხრა GPA, SAT-ის ქულა, TOEFL-ის ქულა, ეგენი რო გითხრა. ზოგადად რომ დავუკვირდეთ, ჩემი ქულები ეგეთი არ არის, ან გამორჩეული არ იქნება, რადგან GPA მაქვს მიახლოებით 3.45, SAT-ში შევიღე 1410, მაკედან 780 იყო მათემატიკა და reading-ში იყო 130, ხოლო TOEFL-ში შევიღე 100, ამიტომ საბოლოოდ ეგეთი ძალიან გამორჩეული არ არის, მაგრამ ძალიან ცუდიც არ არის, ეგრეთ ვთქვათ. ხო, შემდეგ კითხვა. შემდეგ კითხვა იქნება personal statement essay, როგორ დაწერე და მოკლედ რომ შეგვიჯამო, რაზე ისაუბრე, რაზე გამოხვილა ყურადღება და რას მიაქცია ყურადღება მოსწავლეებმა. ჩემ personal statement-ში ძალიან მეცადა რომ ამისახა თუ რატომ მინდოდა ამ დარგით წასვლა და რა იყო ჩემი мотиваცია თუ რატომ მინდოდა ეს, რაც გამოვაჩინე, რომ ბავშვობიდან მიყვარდა სპორტი და თავიდან ზოგადად მანქანები მომწონდა, მაგრამ რაც უფრო გავიზარდე რომ უფრო და უფრო მომწონდა თვითონ აეროდინამიკის დარგი და თუ როგორ მუშაობდა ეს მანქანები და თვითონ ინჟინერიის ნაწილი. ასევე ავსახე რომ ინჟინერიაში თუ როგორი აუცილებელი არის გუნდურად მუშაობა და როგორ ჭირდება სხვების დახმარება და მარტო არ გამოგივა არაფერი. და ზოგადად ჩემზე იყო ლაპარაკი და თუ რატომ ვიქნებოდი კარგი და რატომ მინდოდა დარგის არჩევა. კარგი, ახლა რომ გადავიდეთ აქტივობებზე, რა იყო მთავარი აქტივობა, რომელმაც ასე ვთქვათ მიღებინა შედეგი და ასევე მოკლედ რომ მოგვიყვეთ თითო აქტივობაზე და რა აქტივობები გქონდა ზოგადად. ჩემი აქტივობები დიდ ნაწილად შედგებოდა სხვადასხვა კომპანიებში ინტერნშიპებისგან. ესენი არის მაგალითად ერთი ამზაფხულს მქონდა თბილისი Airways-ში ერთ-ერთი ინტერნშიპი, სადაც თვითმფრინავზე მქონდა მუშაობის შანსი. მიდიოდი ყოველდღე და უბრალოდ შეიძლება ძალიან ბევრს არ მაკეთებინებდნენ, მაგრამ მაგალითად ფრთაზე მომუშავებდნენ და მანახებდნენ როგორ მუშაობდა შიგნიდან თვითმფრინავი. ასევე მქონდა ერთი ძაღლის კომპანიაში, სადაც უბრალოდ ვუვლიდი და ერთი იყო კიდევ სამშენებლო კომპანიაში, სადაც მივიდიოდი და მიწოდა ასევე როგორ მუშაობდა ზოგადად მშენებლობის ნაწილი ზოგადად. კიდევ მქონდა summer camp-ები, მაგალითად ამ ზაფხულს ასევე ვიყავი ერთ aerospace camp-ში, ამერიკაში ვიყავი აქ უკვე, სადაც ვიყავით მაგალითად სხვადასხვა Air Force Base-ებში წასული, ნახეთ სხვადასხვა თვითმფრინავები, ჩვენ თვითონ აგვაშენებინეს მაგალითად მინი დრონები და თვითმფრინავები და ზოგადად experience მიგვაღებინეს თუ როგორ შეიძლება და ამების გაკეთება პატარა სკალაზე მაინც. ეს ალბათ მთავარი დამატებითი აქტივობები რაც მქონდა. უნივერსიტეტებზე გქონდა ლაპარაკი, შენ როგორც ვიცი, არ გქონდა მარტო ბელგიაში გაგზავნილი, ამერიკაშიც გქონდა გაგზავნილი და კიდე ამერიკის უნივერსიტეტებშიც მიიღეს და გრანტებიც სხვათა შორის და სად მიიღეს? დიახ, ესე იგი, ამერიკის უნივერსიტეტებშიც მიიღეს, მაგალითად მიიღეს Fordham-ში მიიღეს, Rochester-ის უნივერსიტეტში მიიღეს და ამერიკაშიც მიიღე მაგალითად გრანტები და საბოლოოდ გადასახდელი მიახლოებით რჩებოდა $25,000 ეს იყო საცხოვრებლის გარეშე. წელიწადში, დიახ. და რომ დავუკვირდით შემდეგ ბელგიასაც, მანდაც მიახლოებით იგივე გამოდიოდა. და რომ შევხედეთ, ეგ უფრო ახლოს იყო საქართველოსთან, სადაც დედაჩემი ცხოვრობს. და მაგის არჩევა გადავწყვიტეთ, რადგან დედაჩემს უშენდა რომ უფრო ახლოს ყოფილიყო და უკეთესი უნივერსიტეტი არის. დიახ, ეგ იყო ამერიკის უნივერსიტეტი. კარგი, ახლა ვისაუბროთ სარეკომენდაციო წერილებზე და რომელ მასწავლებელს სთხოვეს და ხო,
ესე იგი, სარეკომენდაციო წერილები თხოვე რომ დაეწერათ ფიზიკის მასწავლებელს, ინგლისურის და ისტორიის მასწავლებელს. ეს დიდ ნაწილად იმის გამო იყო, რომ ეს არის საგნები, სადაც ყველაზე კარგი კულები მყავს და ასევე ალბათ შეეფერება ეს საგნები ფიზიკა მაინც ამ ინჟინერიის დარგზე. ფიზიკა დიდ ნაწილად ინჟინერიაში დიდ ნაწილად ფიზიკაც გამოვაკლდებოდა. და ამ მასწავლებლებს რომ დავაწერინე ეს სარეკომენდაციო წერილები, უბრალოდ შემდეგ გავაგზავნე და ამათ გამოდგა. თვითონ სარეკომენდაციო წერილები იმასაც ჩემი მე ამსახავდა თვალ და მე რას ვაკეთებდი თვითონ. შენ ჩამოთვალე სამი საგნის სარეკომენდაციო წერილი და როგორც ვიცით, სამს არ აკეთებენ ხოლმე და რამე მიზეზი იყო, რადგან სამით გააკეთეს სამი იმის არჩევა? სამი იმიტომ გავაკეთე, რომ უბრალოდ სამი მასწავლებელი იყო, რომელიც ჩემთვის პირველად მოვიდა თავში და შეიძლება გააკეთებინათ. შეიძლება სერვერის გაკეთებაც და 4-ის გაკეთებაც არ ხარ შეზღუდული. ხო. counselors გადაწერნა სარეკომენდაციო. ასევე counselors დამიწერა და counselors დავწერინე რეკომენდაციის წერილი, მანაც საკმაოდ კარგი რეკომენდაციის წერილი დამიწერა, რაც მითხრა. და 4 საბოლოოდ 4 რეკომენდაციის წერილი დამიწერა. საბოლოოდ 4. ერთ-ერთი counselors იყო მათ შორის. სკოლიდან თუ შეგიძლია ვინმე რომ დაგვისახელა, ვინც ყველაზე მეტად დაგეხმარა ამ გზაზე? სკოლიდან ვინც დამეხმარა ამ გზაზე ალბათ იყო შოთა კატანაძე, შესაძლოა არის სკოლის counselor, ვინც გეხმარებოდა ზოგადად ყველაფერში. რამდენიმე შეხვედრა ჰქონდა მაგასთან, აგვიხსნა როგორ უნდა გაგზავნო უნივერსიტეტებში, რა იყო უფრო დადებითი, რა გამოადგებოდა, რა არ იყო საჭირო. ასევე მოქცა fee waiver-ები, რომლებმაც გადასახადი უნივერსიტეტების application fee მოაშორა უბრალოდ და რამდენშიც გვინდა და შეგვიძლია გაგვეგზავნა გადასახადების გადასახადის გარეშე. და ზოგადად ძალიან დაგვიხმარა ამაში, რადგან აგვიხსნა ყველაფერი როგორ მუშაობდა და როგორ იყო კარგი. შენი აზრით, შენ აპლიკაციაში ყველაზე დიდი როლი რა მითამაშა? ან რა გაგაკეთა რა, ესე რომ ვთქვა. ჩემ აპლიკაციაში ყველაზე დიდი როლი შეიტანა ალბათ მათემატიკის, SAT-ში მათემატიკის 800-დან 780 ავიღე და დამატებით მარტივებები, მაგრამ დანარჩენი დიად ეგეთი გამორჩეული და კარგი არ მქონია. და ეს ორი რაც ალბათ კარგი იყო, ამერმა დიდი წვლილი შეიტანეს თვითონ მიღების პროცესში. დამატებითი აქტივობებიდან ალბათ უფრო სტაჟირებები, ხო? სტაჟირებები გამოდგებოდა ძალიან ალბათ, იმიტომ რომ იმის მიხედვით რომ GPA არ იყო ეგეთი მაღალი, აჩვენებდი რომ მაინც შრომის უნარი და დამატებითი რაღაც დამატებითის გაკეთება შეგეძლო სკოლის გარეთ. თუ შეგიძლია რომ გითხრა რა იყო შენი GPA? ჩემი GPA იყო 3.45 მიახლოებით. რაც დიდ ნაწილად იმისგან იყო გამოწვეული, რომ მე 9 და 10 კლასში არ ვფიქრობდი არასდროს, რომ ქულები რა შემჭირდება თქო და უბრალოდ ვცდილობდი გამოცდების ჩაბარებას. არ ვფიქრობდი როგორ ჩავაბარებდი და რა ქულებს ავიღებდი. და ასევე საკმაოდ დაბალი ქულები მყავდა ქიმიაში და ბიოლოგიაში, რომელიც არ დაეხმარა არანაირად. ანუ მიუხედავ ამისა, აქტივებმა გადაწონა, ასე ვთქვათ, ეს აქტივებმა ალბათ გადაწონა. დიდი როლი ითამაშა. დიახ. კიდევ შენც რა იყო დიდი დაბრკოლება, რომლის გადაჭრას მოგიწია ამ გზაზე? დიდი დაბრკოლების გადაჭრა იყო უნივერსიტეტების მოძებნა, რადგან ბევრი უნივერსიტეტი არ იყო ისეთი, რომელიც ან ძალიან ცუდი იყო, ან ძალიან კარგები იყო უმეტესად. და ისეთი უნივერსიტეტის მოძებნა, რომელიც მიახლოებით შეიძლებოდა რომ მემიღო, რომელიც ალბათ 20-დან 40%-მდე acceptance rate რომელსაც ექნებოდა. და ასევე ქონა ინჟინერიის დარგები, ეგეთი უნივერსიტეტების მოძებნა ადვილი არ იყო, მაგრამ დიდი ძიების მერე დიდი რა ერთი თვე ვარჩევდი ალბათ უნივერსიტეტებს, ამების მერე მოძებნა რამდენიმე უნივერსიტეტი, რომელსაც ჰქონდა ეს ყველაფერი და გავაგზავნე უნივერსიტეტებში. ეგ იყო ყველაზე დიდი დაბრკოლება. პატარა საბას რა რჩევას მომისცემდე, აი ხარ რომ მე-9 კლასელი საბა ყავდეს წინ, ასე თყოდი რომ გაიკეთებინა განსხვავებით, რომ შეიძლება მე-9 კლასელი კომაროველები ან სხვა სკოლის მოსწავლეები ვინც ვიყურებენ, ეს თავიანთ თავზე ასახვა. მე-9 კლასელები ალბათ ვინც ფიქრობენ მომავალში რომ საზღვარგარეთ უნდა ჩაბარება, ძალიან ვურჩევდი რომ რამდენად წამდა ფიქრობთ ნიშნები არ დაგვიდებათ, ძალიან გამოგადგებათ და ძალიან საჭირო იქნება, რადგან დიდ რაღაცას ანახებთ ამითი და ასევე იმას ვურჩევდი რომ რაც შეიძლება მეტი დამატებითი აქტივობა ააგროვონ, რადგან ეს მათ ძალიან დაეხმარებათ. პატარა ასაკიდან, ხო? პატარა ასაკი. ნუ მე-9 კლასიდან, იმიტომ რომ მაგიდან განიხილება ზოგადად შენი. პირობები. ან კითხვები ამოწურეთ, ხო? კი. ხო. სულ ეხლა გადავიდეთ რჩევაზე. რა სიტყვი, რას ურჩევ მე-9-დან მე-11 კლასელამდე ბავშვებს, რომელსაც უნდათ საზღვარგარეთ გაგრძელება თუ გინდა ევროპაში ან თუნდაც ამერიკაში.
მეცხრედან მე-11 კლასელებს ურჩევდი, რომ მოვლენ სკოლაში, დაფიქრდნენ, როგორ მეცადინეობენ და რაც შეიძლება მასწავლებლებს მოაწონონ თავი, იმიტომ რომ მასწავლებლებს მოაწონოთ თავის უფრო დიდი შანსი იქნება, რომ უკეთესი ქულები დაგიწერონ და უკეთესი რეკომენდაციის წერილები დაგიწერონ მე საბოლოოდ და უფრო ეცოდინებათ შენზე როგორი ადამიანი ხარ. და ამ რეკომენდაციის წერილებში უფრო გამოაჩენენ შენ თვითონ როგორ მუშაობ და რას აკეთებ და ზოგადად როგორი ადამიანი ხარ და უფრო რეალური ცნობა იქნება. ანუ უფრო გახსნილობას ურჩევდი ბავშვებს, ხო? დიახ, აბსოლუტურად უფრო ურჩევდი გახსნილობას, იმიტომ რომ არაფერი არ არის დასამალი ამ იდეაში რომ დაუკვირდეთ, რაც შეიძლება გახსნილი უნდა იყოს ადამიანი. და ამითი უფრო მოაწონებ სხვას თავს ეგრევე ვთქვათ და გამოვადგებო. ისევე როგორც შენს სხვა კლასელებს ან მასწავლებლებს, ასევე დიდ როლს ითამაშებს უნივერსიტეტებში, ხო? დიახ, აბსოლუტურად ძალიან დიდ როლს ითამაშებს. კარგი, მე მგონი სულ ეს იყო დღეს ამით დაგემშვიდობებით. მადლობა ყურებისთვის და შემდეგი ეპიზოდისთვისაც ზუსტად იგივე სახის ფორმატს გავაკეთებთ, სადაც დავდებთ Google-ის ფორმას და შეგეძლებათ კითხვების გამოგზავნა შემდეგი სტუმრისთვის. მადლობა ყურადღებისთვის.